თამარ ნუცუბიძე საუბრობდა პარიზიდან და ახლა თბილისი თავისი საოცარი პრობლემებით საახალწლოდ ყველა ხანდაზმული სოციალურად დაუცველი თბილისელი დედაქალაქის ადმინისტრაციისგან საჩუქრს მიიღებს, მაგრამ ყველა სხვადასხვა საჩუქრს. ზოგი უფრო ძვირს, ზოგიც კი იაფს და გაირკვა, რომ ეს დამოკიდებულია თქვენს საცხოვრებელ ადგილზე. მაგალითად, ვაკეში უფრო უხვიძღვენი მივა, სამგორში კი შედარებით მოგრძალებული. ჩვენ ცადეთ გაგვერკვია, რატომ ღირს მუხუცის საჩუქარი გარეუბანში ორჯერ უფრო იაფი და აქვე საახალწლო სამზადისის გაურკვეველ ფინანსურ ოპერაციებსაც წავაწყდით. 63 წლის ეთერ მღვდელაძე ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე ცხოვრობს. დიაბეტით დაავადებულ ქალიშვილთან და ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად. სოციალური დახმარება და უფასო სასადილოდან მოტანილი საკვები ოჯახისთვის ერთადერთი სარჩოა. ცხოვრობ ძალიან გაუსაზღვის პირობებში. დენი ჩვენ არა გვაქვს, წყალი ჩვენ არა გვაქვს. სასადილოდან ვიგებთ, ყოველდღე ჩავდივართ და ვიგებთ იმას, საჭმელს და პულს. სამგორის რაიონში მცხოვრები სხვა 4200 სოციალურად დაუცველის და ომის ვეტერანის მსგავსად გამგეობიდან საახალწლო დახმარებას ქალბატონი ეთერი წელის. თუმცა წარსულის გამოცდილება კარნახობს, რომ მაგალითად ნაჩუქარ დედალს შესაძლოა გემო საერთოდ ვერ გაუსინჯო. გაზი დამიმთავრდა 3 საათი მოუნდა იმის მოხარშვას. თუმცა გემოს გასინჯვამდე ჯერ ისაა გასარკვევი, რატომ მიიღებენ სამგორის რაიონში მაცხოვრებელი სოციალურად დაუცველები 18 ლარის და 57 თეთრის ღირებულების საახალწლო კალათას, მაშინ როცა ვაკეში ასეთ კალათაზე 35 ლარია გამოყოფილი. დიდუბეში კი 33 ლარი და 80 თეთრი. ვაკის რაიონის გამგეობას ერთი ადამიანის მომსახურება უჯდება 35 ლარი, დიდუბის რაიონის გამგეობას 33.8, ნაძალადევის გამგეობას 25 ლარი, ჩუღურეთს 24, გლდანს 21, სამგორსა და ისანს 18 და 17 ლარი. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რაიონებს ერთმანეთისგან განსხვავებული პროდუქციაც აქვს ნაყიდი. ჩდება ლოგიკური კითხვა, თუ რა დააშავეს მაშინ სხვა რაიონის მოსახლეობა. ფასებს შორის სხვაობა კი საბოლოოდ კალათის მოცულობაზეც აისახება. აი ეს არის ის ნობათი, რომელსაც საახალწლოდ ისანში მაცხოვრებელი სოციალურად დაუცველები მიიღებენ. აქ ძირითადი საკვები პროდუქტები შედის, მცირე ტკბილეული და მეტი არც არაფერი. ამასთან შედარებით გაცილებით შთამბეჭდავად გამოიყურება ქალაქის მეორე ნაწილში, დიდუბეში გაშლილი საახალწლო სუფრა, რომელსაც სოციალურად დაუცველები მიიღებენ და ის გაცილებით შთამბეჭდავია. აქ დამატებულია ჩაი, კონსერვები, ქვილი, კვერცხი, დამატებით ნამცხვარი, კიდევ ერთი პაკეტი შოკოლადი და ასე შემდეგ. მეტი თვალსაჩინოებისთვის გავყოთ და აი ეს სხვაობა არის განსხვავება დიდუბეში მაცხოვრებელ და ისანში მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველებს შორის. მაგრამ აბა გამოიცანით რა სხვაობა იქნება ვაკეში მაცხოვრებელი სოციალურად დაუცველებისთვის. ალბათ იმიტომ რომ იქ ყავა უყვართ. რატომღაც გადაწყვიტეს გამგეობაში რომ ვაკეში მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველებს 1 კილოგრამი შოკოლადის ასორტი დაუმატონ. შოკოლადი და ტკბილი ცხოვრება პატარასაც უყვარს და დიდსაც, ქალაქის ნებისმიერ ნაწილში. არ შეიძლება თუ მთავრობა ერთნაირად უნდა იყოს, რა თქმა უნდა. ესე არ არის? ეხლა ვიღაცამ შეიძლება ცოტა მეტი ჩადო, მეტი თანხა ქონდეს ჩვენადა რა. ჩვენ საშუალებაც ქონდა იქიდან გამომდინარე, ეს მორჩენილი თანხები რაც იყო გამოიყენეს საახალწლო ბანკში დაგირვა და ცოტა მეტი ქონდა საშუალება და აქედან გამომდინარე იქ. ლევანდელი ახალი წელი სხვა თბილისელებისთვისაც იქნება გამორჩეული. დედაქალაქში საახალწლო განათება მთლიანად იცვლება, რაც ბიუჯეტს 758,000 ლარი უკვე დაუჯდა. განათება ჯერ მხოლოდ ფოტოშოპში არსებობს და ის ახალ წლამდე კომპანია ნუკო პლუსმა უნდა დაამონტაჟოს, რომელიც მერიამ ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადა. თუმცა მანამდე ჯერ სატენდერო პირობების შეცვალა შუაგზაზე, შემდეგ კი ორ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა. მაგალითად, კომპანიებმა, რომლებმაც ყველაზე მინიმალური თანხა დააფიქსირეს ტენდერში, აი მაგ დოკუმენტიც გვაქვს, ორივე კომპანიას გაუკეთეს დისკვალიფიკაცია. ანუ მიზეზი იყო ის მაგალითად, რომ არ ქონდა ორმხრივი დაერთება სტრინგზე. გასაგებია, ზუსტად აი ეს ერთ-ერთი ცვლილებაც ეს ორმხრივი დაერთება იყო სტრინგზე შეტანილი სატენდერო დოკუმენტაციაში. კიდევ ერთი დისკვალიფიცირებული კომპანიისთვის გაგზავნილ წერილში კი ვკითხულობთ. ვერ ხერხდება შემოთავაზებული პროდუქციის იდენტიფიცირება საძიებო სისტემის მეშვეობით. ამასთან პრეტენდენტის მიერ რეკვიზიტებში არ არის მითითებული ქალაქის ტელეფონის ნომერი. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, რომ საახალწლო განათების 750,000 ლარიანი ტენდერი ნუკო პლუსისთვის ჯერჯერობით ერთადერთია. მედიატორის ინფორმაციით შენიშვნები დედაქალაქის ხელმძღვანელობის მიმართ სახელმწიფო აუდიტსაც დაუგროვდა, რომელმაც მერიის საქმიანობის შესწავლა 2 თვის წინ დაიწყო და რასაც წინ უსწრებდა მთელი რიგი მაღალჩინოსნების სახლში გაშვება. რაც შეიძლება მალე
გამდიდრდნენ და რაც შეიძლება მალე წავიდნენ კიდევ სახლში. იმიტომ რომ ყველან კარგად ვამჩნევთ, რომ მერის მიერ მოთხოვნილი ბიუჯეტიც, მერის მიერ მოთხოვნილი და შესრულებული საქმიანობა საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებსაც კი უკვე კითხვებს უჩენს. ახალი წელი ბრძოლაძეების ოჯახში ისევ ძველი პრობლემებით მოდის. უმუშევრობა, სიღატაკე, უწყლობა და უშუქობა. ხალბატონი ეთერი დროდადრო აფთიაქსაც აკითხავს და ძველ პრობლემებს უკვე წამლებზე გაზრდილი ფასებიც ემატება. საახალწლო განწყობის შესაქმნელად კი თუნდაც 18 ლარად და 57 თეთრად შეფასებული სუფრა ერთადერთი საშუალებაა. გეფცებით ყველაფერს, რომ აი ხალხი მქონია და მეტი არაფერი. ახალწლს. ხო, აი და მე არცაით არ გამიხედია.